მოგესალმებით ჩემო ზირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ნახოთ ასეთი მოკლე გაშლა, ხო? გრძელი გაშლები გვაქვს ჩვენ მეორე არხზე. რა მალე მოხდება, რასაც დიდი ხანი ელოდები. ეხლა ვნახოთ, რა შეცვლის თქვენ ცხოვრებას, ვნახოთ, რა სიხარულს მოგიტან და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ ვნახოთ ეხლა რა ენერგიაში ხართ, რომ ნამდვილად იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა. ნახოთ ჩემო ლამაზებო, ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა. ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა. ოი. აქ შემიძლია გითხრათ, თქვენ რაღაცა მოერიეთ რთულ სიტუაციებს. ზოგი შეიძლება გამოვიდა რთული პრობლემებიდან, რაც ეხება სხვათა შორის ფინანსებს. ან შეიძლება ვიღაცამ დაასრულა ურთიერთობა, რომელიც უკვე პრინციპში თქვენ ახლა ვერაფერს არ გაცლებდეთ რა. თქვენ ძალიან ბევრს დებდით ამ ურთიერთობაში, ბევრ რაღაცებს აკეთებდით, მაგრამ აი რო გითხრათ, რომ თქვათ ის, მიიღეთ, რაც შეიძლება ნახეთ როგორ არის ახლა ყველა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არის იმისთვის, რომ ჩვენ იქ რაღაცა ვისწავლოთ, ხო? მაგრამ აი აქ შეიძლება თქვენ უკვე დაასრულეთ ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ უკვე ხვდებით, რომ ნამდვილად всё, მე რაც უნდა ამომეღო იმ ურთიერთობიდან, მე დავასრულე. იგივე შეიძლება გითხრათ სამსახურზე სხვათა შორის, შეიძლება სამსახურიდან წამოხვედით, რომელიც თქვენ უკვე ხვდებით, რომ ვერა თქვათ, ახლა ვერ მაძლევენ ხელფას სიტყვაზე, ვერ მიმატებენ ხელფას, არ მაფასებენ უკვე ისე, როგორც თქვათ, საჭიროა. ეს არის ესეთი სიტუაცია, სხვათა შორის 16-13 ენერგიას მატრიცაში, ვისაც გაქვთ, აი თქვენ ძალიან კარგად ხვდებით ხოლმე, რომ აი всё, უკვე დავასრულო, მორჩა რა. ყველას გვაქვს ჩვენ ეს 22 ენერგია, მაგრამ თუ დაუშვოთ თქვენ შეგიძლიათ უცბად თქვათ, მიხვდეთ, რომ აქ უცბად არ იყო, აქ აი ხანი იყო. მაგრამ რომ უკვე მორჩა რა, აქ თქვათ, ახლა ზრდა აღარ იქნება, თქვათ, ან შეიძლება კოლექტივი არ მოგწონს, შეიძლება ხელფასი არ მოგწონს, დამოკიდებულებები. აქ ყველაფერს, რაღაცას დაასრულოთ, რაღაცას დაუსვით თქვენ წერტილი. რასაც აი თქვათ, უკვე, აღარ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, მოდით ასე რომ ვთქვათ, უკვე იყო თავის დროზე, მაგრამ ეხლა უკვე აღარ არის. კარგით. ვნახოთ ეხლა ჩვენ კითხვები გვაქვს, როგორც ყოველთვის, ხო იცით უკვე. სხვათა შორის მე ვხედავ, რომ ნახვები ბევრი არის, მაგრამ მე უბრალოდ გირჩევთ, რომ გამოიწერეთ ეს არხი, თუ გაინტერესებთ ჩემი გაშლები, ხო? რომ თქვენ ეგრევე მიიღოთ, იმიტომ რომ თუ დაუშვოთ ახლა შეიძლება ზოგი თქვა თემა რეზონირდება, ზოგი არ რეზონირდება და მერე დაიკარგება. მეც ახლა უბრალოდ ჩემს მაგალითზე ვიცი, რომ ვიღაცა მომეწონება არ გამოვიწერდა, მერე ვეძებ და ვერ პოვლობ ადამიანს და მგონია რომ აღარ არის ადამიანი YouTube-ზე და მერე როდესღაც ამომიგდებს ხოლმე. ამიტომ გამოიწერეთ და გექნებათ, როცა რაღაცა თქვენი თემა იქნება, ნახავ და ეგ არის. რა მალე რა შეიცვლება მალე შენ ცხოვრებაში? ნახოთ ახლა რასთან არის დაკავშირებული შენი მოლოდინი. შემდეგი ვკითხოთ, რა სიხარულს მოგიტანს თქვენ ეს სიტუაცია, ხო? ვნახოთ რა ცვლილებებს ჩართავს ბედი. ნახეთ რა კაი კითხვები გვაქვს ჩვენ, ხო? ვნახოთ ახლა შემდეგი ეს მეხუთე პოზიცია მაქვს, ხო? როგორ დააჩქარო ეს სასურველო მოვლენა. ვნახოთ ნიშნები, რა ნიშნებს მოგცემს ჩვენ მაგისთვის სამყარო და რისის უნდა იყო მზად. всё, ნახოთ ახლა ჩვენ. გამოხვედით თქვენ სხვათა შორის, აქ სიყვარულის თემაც არის სხვათა შორის, ვინ სიყავით თქვენ რაღაცა იცით როგორ შეიძლება გული გტკიოდეთ ვერ აქ ვიღაცა გამოვიდა მყარმული ურთიერთობიდან რა, დაასრულეთ რაღაცა პერიოდი, ახლა მზად ხართ ახალი მომავლისთვის, განიკურნეთ, მოდით ასე რომ ვთქვათ, უკვე მაჩვენებს. ნახოთ რა მალე შეცვლის თქვენს ცხოვრებას, მალე რა შეცვლის, სხვათა შორის იეროფანტი. იეროფანტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაც რა ძალიან მნიშვნელოვანი
მიწოდე ვნახოთ აბა რასთან არის დაკავშირებული ეს თქვენი მოლოდინი. აჰა, გადაადგილება, გეტყვით ახლავე რა იქნება. გადასვლა სხვა პერიოდზე. იცით რა არის? ეხლა ნახეთ, შეიძლება რა შეცვლის შენ ცხოვრებას ნახეთ. შეიძლება თქვა დაუშვათ თქვენ ფიქრობთ რაღაცის მოდით აქედან დავიწყოთ საჯარო გაშლა, რაღაცის სწავლას თქვათ, ხო? კიდე გეტყვით, ვინ საზღვარგარეთ მუშაობს, შეიძლება გოგოებო თქვენ გადადეხართ სხვა ოჯახში სამუშაოდ, ვინ საზღვარგარეთ ხართ. თუ არა ხართ საზღვარგარეთ, ანუ სხვა სამსახური. თქვენი ცოდნა შეცვლის კიდე იეროფანტ, ეს არის ჩვენი ცოდნა. ანუ ეს აუცილებლად თუ დაუშვოთ თქვენ ახლა იეროფანტი არის ჩვენი კიდევაც ზრდა. ხო ხვდებით რა? ანუ კიდე არის ოჯახი და ეს შემდეგ კი ბატონო. შეიძლება რამე საბუთი დაუშვათ შეცვლის თქვენ ცხოვრებას, თქვენ თქვათ ან სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს, ხო, საჯარო გაშლა გვაქვს, ამიტომ ყველა ვარიანტს ვამბობ რა. ყოველ შემთხვევაში ან რაღაცას თქვა თქვენ სწავლას იწყებთ და ეს სწავლა საერთოდ გადაგიყო, ან თქვენ ახლა სხვა დონეზე სიტყვაზე ხო ხვდებით რა, ეგაც არის აქ უეჭველე, იმიტომ რომ რაღაცა გამოცდილება უკვე გაქვთ, ამას დაამატებთ თქვენ და ანუ გადაგიყოთ. თუ დაუშვათ თქვენ ახლა რამე წოდება გინდათ, ან თქვათ რამე წოდება მიიღეთ, ან თქვათ დაუშვათ თქვენს განათლებას კიდე უფრო ამაღლებთ, ეგაც დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში რა. ნახოთ ახლა რა სიხარულის მოგიტანთ თქვენ ეს მოვლენა. რა სიხარულის სტაბილურობას. ანუ თუ დაუშვათ, აქ ჩვენ ვთქვით, რომ სიტყვაზე არ იყო ის შემოსავალი რაღაცა ისე, აქ იმენა სტაბილურად იქნება. აი ეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ სხვა ეტაპზე და მოგცემ სტაბილურობას. აი ეს უეჭველი იქნება სტაბილურობა, გექნება ფინანსური ყოველ შემთხვევაში კი. რა ცვლილებებს ჩართავს ბედი? მაბში აი ნახეთ, ძალიან მაგარი, ანუ ეს არის როგორ იცით, მასშტაბურობა სიტყვაზე დაუშვათ. აი, აქ ახლა ვინც მოდით მაგალითს ავიღებ. თუ დაუშვათ, თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ რაღაცა უნდა ვისწავლო, ხო? აუცილებლად თქვენ ეს მოგცემს ჯერ პირველ რიგში თქვენი ცოდნაც იქნება უფრო მასშტაბური, პლუს კიდე თქვენზე გაიგებს ბევრი ადამიანი, პლუს კიდე აქ თქვენი ძალიან დიდი სურვილის ასრულებაც არის, პლუს კიდე შეიძლება ონლაინ გაიგებს თქვენზე ბევრი, პლუს კიდე რა თქმა უნდა თუ ეს უცხოეთს ეხება ხო თავისთავად ახლა დაგეხმარებათ იქ მოღვაწეობა, სიმშვიდე იქნება თქვენ ცხოვრებაში და ძალიან კარგად იქნებით რა ყველა ვარიანტში რა, ძალიან გაგეხარდებათ, შემიძლია გითხრათ, რაღაცა ბევრი სიახლე, ბევრი კლიენტები, რა ვიცი, მასშტაბირება თქვენი საქმის, თქვენი დაიჭირეთ ყველა რა. როგორ უნდა დააჩქაროთ ეს მოვლენა? პრინციპი ნახეთ, სულ მაღალი არკანებით მელაპარაკება თითქმის რა. როგორ უნდა დააჩქაროთ თქვენი პირადი ძალით რა. პირველ რიგში უნდა გჯეროდოს, რომ თქვენ მოერევეთ ნებისმიერ სიტუაციას, თქვენ შეძლებთ, თქვენ გაქვთ მაგისი უნარი, თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ და ამიტომ რა თქმა უნდა, ახლა აი თქვენი პირადი ძალით, თქვენი პირადი დაჯერებულობით, თქვენ შეგიძლიათ რომ დააჩქაროთ ეს მოვლენები, ხო? ნახოთ რა ნიშნებს მოგცემს თქვენ ახლა სამყარო, რა ნიშნებს, ნიშნები იქნება მაჩვენებელი, ნიშნები იქნება, იმიტომ რომ პენტაკლების ნიშანი ეს არის ნიშანი პენტაკლების პრინცესა, ამ შემთხვევაში გვეუბნება რომ უყურეთ რა საინტერესო, ეხლა რა გიხსნით შევალ არკანში და თქვენ ნამდვილად მოგივათ რაღაცა შეტყობინებები, მოგივათ შანსები, მოგივათ, თუ კლიენტებთან მუშაობთ, კლიენტები წამოვა თქვენთან, ხო? რაღაცა შეიძლება რა ნიშნები.
აი იცით როგორ არის? აი ყველაფერი თქვენი აბსოლუტურად საქმეები უნდა სხვადასხვა შეიძლება სფეროში კარგად წავიდეს რა. იმიტომ რომ სულ რაღაცა სიახლეები იქნება რა. აი რაღაც ეგეთი ენერგიას მაჩვენებენ. ნუ ჩვენ ახლა აქ ღრმად არ ვარჩევთ, იცით თქვენ ხო? აქ მოკლე გაშლა გვაქვს. ამიტომ აქ ხა უბრალოდ გეუბნებით ასე ტეზისებით რა. ეხლა ნუ არ გიყვართ თქვენ ბრძელი გაშლა, მოკლე გაშლაში ასეა. და რისიც უნდა იყო მზად, აი ცვლილებებისთვის, თან ჩქარი ცვლილებები. აი ნახეთ ახლა რვიანი არის აი აქ გვერთხების და ამ შემთხვევაში ჩემო სწავლების უსაყურადღებოდ ხო ხდებით, აქ არის სიჩქარე ნამდვილად და ანუ ჩქარი ცვლილებები იქნება, შეტყობინებები იქნება, რაღაცა აი ანუ დაჩქარდება თქვენი სიტუაცია ყველა ვარიანტში აუცილებლად. დაელოდეთ კი, ანუ გამოსვლა რაღაცა თუ თქვენ იყავით რაღაცა ცუდ პერიოდში, აი კიდევაც მაჩვენეს, ნახეთ რა მალი შეცვლის. ჩემი მოსწავლეებს ვიტყვი რომ მეხუთე ჯვრიდან გამოსვლა. აი ეს არის თქვენთვის საყურადღებოდ და მიხვდებით რომ უკვე всё. და თუ დაუშვათ თქვენ მქონეთ პრობლემები იმაზე, რომ თქვა ფინანსური, სულიერ აი აქ შეიძლება გქონდეს ადამიანს სხვათა შორის რაღაცა დანაკარგი ჩვენ ხო ვთქვით თავში, რომ აქ ექნება დანაკარგი ურთიერთობის, ხო? აქ ესე იგი всё ეს შეიძლება ეს წავა ეს თქვენი ეს მტკივნეული ყველანაირი ეს ხუთიანები გამოდიხართ კრიზისიდან. აი ეროფანტმაც ეგრევე გვითხრა, რომ პირველი რაც შეძლეს შენ ცხოვრებას გამოსულა კრიზისის პერიოდიდან. всё გადადიხარ შენ უკვე კრიზისებიდან და შემოდის ნახეთ თქვენ ცხოვრებაში რისთვის უნდა იყოთ მზად, ზოგი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ის ცხოვრებაში შემოვა ახალი სიხარული, ახალი სიყვარული, ახალი სამსახური, ახალი რა ვიცი კიდე მეგობრობა თუ მეგობარი და ნუ მზის არკანი მეტი რაღა გითხრათ. ბედნიერება იქნება ნამდვილად და შემოდის აქ კარგი ძალიან კარგი პერიოდი, იმიტომ რომ აქაც უკვე მაჩვენეს რომ რაც ცვლილებები აქ სამყარომ შეისმინა ყველანაირად თქვენი ასე რომ ვთქვათ სურვილები, თუ თქვენ წერთ სურვილებს, აქ უკვე სამყარომ всё შეისმინა და გითხრა რომ აუცილებლად დაგეხმარები, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზებო, რასაც მე თქვენს უყურას გისურვებთ.